მე რომ არ შეგაწყინო, თან ვიცი რომ საბეზრებელი არის ერთდროულად ადამიანის მოსმენა დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც ის წიგნის ავტორი იყოს, მაქვს ესეთი გეგმა რომ იყოს პრეზენტაცია მოკლე სასიამოვნო და ლიტერატურასთან კავშირში, ანუ დაახლოებით გაგრძელდეს 11 წუთი. ეს ჩემი საპრეზენტაციო ნაწილი. მქონდა მეორე ვარიანტი 80 დღე, მაგრამ 80 დღე უბრალოდ ფიზიკურად ვერ გავაცლებთ ერთ-ერთი. და ვინაიდან უკვე დავკარგე 20 წამი იმის ახსნაში, რომ პრეზენტაცია იქნება 11 წუთი, ამიტომ ამ 20 წამს, იმ 7 წამს, რომელიც დავკარგე იმის ახსნაში, რომ ამიხსნა რატომ იყო პრეზენტაცია 11 წუთი, ამებს დავიმატებ მოკლედ. და დავიწყებ პრეზენტაციას. მე მქონდა ორი ვარიანტი, როგორ ჩამეტარებინა პრეზენტაცია. ერთი ვარიანტი იყო ის, რომ გამოვიდოდა ვინმე და იტყოდა, რომ გამოვიდოდი მე გამოვიდოდი მე და ვიტყოდი ძალიან დიდ მადლობას, თქვათ დედას, იმიტომ რომ გამაჩინა მამას, იმიტომ რომ თავისი წვლილი შეიტანა გარკვეული წვლილი გაჩენაში და ამრიგებებს, რომელმაც შემასწავლა ანბანი, ფინიკიელებს, რომელმაც ეს ანბანი გამოიგონეს თავის დროზე, ჩინელებს, რომ ქაღალდი შექმნეს, რომ ეს ანბანიზე დაეწერათ და გუტენბერგს, რომ დაგვებეჭდა ეს წიგნის ზედა. ანუ ბევრი არის ძალიან ეს მადლობები, ეს ვერ ჩამოვთვლის ათითავად, აი გიორგი მარგულაშვილი უბრალოდ ცოდვა გამოყოფ, რომ მადლობა მე მაინც უთხრა. კიდევ დავუშვათ ჯეიმს ჯოისაც მინდა მადლობა გადავცე, იმიტომ რომ დამიხმარა წიგნის დაწერაში თავისებურად, თუ რატომ აღნიშნავ შემდეგ. ხო, ამის შემდეგ მე გამოვიდოდი, ეს რომ წასულიყო პრეზენტაცია, მე გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ დღეს მე ვარ სოფლიოში ძალიან ბედნიერი ეს ადამიანი, რაც რა თქმა უნდა იქნებოდა დიდი წვერი, იმიტომ რომ უფრო ბედნიერი ადამიანებიც არსებობენ ამ წუთას და ვიტყოდი, რომ ეს ჩემი წიგნი კი არა, ეს არის ჩემი სულის ნაჟური, რომელიც დიდი სისასტით გადმოვიტანე ფურსლებს, რაც ასევე უფრო დიდი წვერი იქნებოდა, ვიდრე ეს რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. შემდეგ გამოვიდა ჩემი ორი მეგობარი, რომელსაც არავინ არ იცნობთ სხვა მეგობრების გარდა, დაიტყოდნენ რომ მე ვარ სამყაროს გენია და სასწაული და უნდა შევცვალო რეალობა და გადავიდე მსოფლიო. თან იმდენჯერ იტყოდნენ რომ მეც კი დავიჯერებდი ამ ყველაფერს, მათ ნათქვამს. მე გკითხავდით გაქვთ არა კითხვები, მაგრამ რა თქმა უნდა არ გექნებოდათ, იმიტომ რომ კითხვები არავის არ აქვს ხომ როგორც ეს პრეზენტაციებზე და მithuetes გვექნებოდა ტორტი და ეს უფრო შეუშლიდა ხელს კითხვების ქონებას. თუმცა მე გადავწყვიტე რომ ასეთი პრეზენტაცია არ გავეკეთებინა, ამიტომ არ იქნება ასეთი არაფერი, გარდა დაგავშლე ტორტი იქნება, დანარჩენი არაფერი არ იქნება. და თავარი რაც არის, ამ ყველაფერს გავივლიდით და აღმოჩნდებოდა რომ ვისაუბრეთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რის პრეზენტაციაც იყო, ანუ წიგნის გარდა ვისაუბრებთ ყველაფერზე. მე მინდა რომ ვისაუბრო მარტო წიგნზე, იმიტომ რომ ჩემზე მეტად საინტერესო არის წიგნი. ხო, პირველი არის და ბოდის ცოტა მერმელობ და თუმცა შეცდომებს დავუშვებ, აბატიეთ. ეს არის ბესტსელერი, რომელიც ჯერჯერობით არ არის ბესტსელერი და ზედ არის უცნობი ფეხები, რომელიც ჯერჯერობით უცნობია. თან არ მარტო უცნობი არის რარიტეტული ფეხები, მე გუშინ ვეცადე მომეძიებინა ინტერნეტში ამ ფეხების სხვა სურათები, მაგრამ არსებობს მხოლოდ 3 ეგზემპლარი, სხვა ამ ფეხს არ გადაუღია წელს ქვემოთ. ამ ფეხების ავტორი არის მფლობელი, რომელიც ატარებს ხოლმე ხშირად, როცა დადის გარეთ არის აქ დარბაშიზის. თქვენ შეგიძლიათ პრეზენტაციის შემდეგ გადაიღოთ ზელფი, ანუ ზემოდან სელფი გადაიღოთ მის ფეხებთან და ხელი შევუწყოთ ამ ადამიანის ფეხების პოპულარიზაციას. რაც შეეხება წიგნის მოკლეშინაარს არ გეტყვით, უბრალოდ გეტყვით, მაგრამ ბევრს არ გეტყვით. მოკლეშინაარს გახლავთ ის, რომ ბევრს შეიძლება იცით უკვე, არის ესეთი ფრანგი ავტორი, უბრალოდ ესეთ არის ფრანგი ავტორი პიერ სონაჟი, რომელიც გადაწყვეტს, რომ პიარი გაუკეთებს საკუთარ წიგნებს და მოიფიქრებს, რომ მოიკლას თავი, ანუ უფრო მხატვრულად რო ვთქვათ, მოკვდეს იმისთვის, რომ გახდეს უკვდავი. და თვითმკვლელობის გზების ძიების შემდეგ მოიფიქრებს ერთ-ერთ ვარიანტს, მე არ გეტყვით, კვდება თუ არა პერსონაჟი, იმიტომ რომ ეს გამოვა სპოილერი, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ის კვდება ლიტერატურულ ჯოჯოხეთში. ეს ალბათ ისეთ ჯოჯოხეთი არ არის, რაღაც აქეთ ეშმაკი არ ხითხითებს და იქით კუპრი არ თუხთუხებს, ლიტერატურულად კარგი გამოვიდა. უბრალოდ არის ლიტერატურული ჯოჯოხეთი, სადაც სხვადასხვა მწერალი, რომლებიც ჩვენ გვაწანებდნენ სხვადასხვა დროს, თუნდაც სკოლაში, თუნდაც სკოლის შემდეგ, იტანჯებიან ისევე, როგორც ჩვენ ვიტანჯებთ, ანუ ისეთივე სასჯელებებთ. ხოლო თუ რა სასჯელებებთ, ამას იქნება წიგნში. გარდა ამისა, ლიტერატურული ჯოჯოხეთის მიღმაც რომანი არ არსებობს, რომანის გარეშე დედამიწაზე ვითარდება პარალელური
მოქმედება, სადაც არის სიყვარულიც, ღალატი არ არის, მარტო სიყვარული არის და შემდეგ ეს ორი ამბავი უერთდება ერთმანეთს. ეს ცოტა უინტერესოდ გადმოდის შინაარსს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოდ წიგნში წერია და არ მინდა რომ უფრო საინტერესოდ მოვყვე მე. ხო, ყავს სამი პერსონაჟი, მარტო მწერლები არ არიან, ნუ შეგეშინდებათ, არიან სხვებიც. პერსონაჟი არის ესეთი პერსონაჟი, ამ წყალივით არის რომანისთვის და მაინც და მაინც ბევრი თვისება არ აქვს განსაკუთრებული. მაგრამ სასწაულად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მის გარეშე რომანი ვერ იქნება. ანუ იმდენად არ აქვს თვისებები, რომ მეტ ვერაფერ ვერ მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ ჩახლართული ამბების მოგონება უყვარს. მაგრამ ავტორი მიხვდა ამას, რომ ეს არის ცუდი პერსონაჟი თავიდან და მე ნელ-ნელა ემატება ეს თვისებები და ხდება უკვე ნორმალური პერსონაჟი, კარგს ვერ ვიტყვი. არის ეს უფრო ჩვენს რეალობას, რომელიც მოერგება, არის ლუსი, ესეთი პერსონაჟი, რომელიც არის ჰიპსტერი, ანუ მოჰიპსტერო მოსულელო გოგო, ანუ ორივესთვის ელედებს. თუმცა სულელი კარგი გაგებით, ისე არა, შესულელო ეს არა, კარგი გაგებით სულელი არის. უყვარს ფილმების ყურება და მე იქცევა ზუსტად ისე, როგორც ფილმის პერსონაჟები იქცევიან ხოლმე, რის გამოც კარგჩიც და კი არა და ნუ მე იყოს, უყვარს სელფების გადაღება ნებისმიერ ამრეკლ ზედაპირში რასაც დაინახავს, იქნება ეს კოუზი, ჩაის ზედაპირი, მეგობრის თვალის გუგა, მეტროს, ნუ მიეყრდნობით რა წერია, აი მაგის უკან რაც ჩანს, აი ყველგან, ოღონდ ნუ მიეყრდნობით ფრანგულად დაწერია, ქართულად არა. და ზოგჯერ ისეთი ცივია, რომ ტკივილით გაყნულ გულსაც ვერ გაათხოვს. და მესამე პერსონაჟი არის ავტორი, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს, არა იმიტომ რომ ავტორი ვარ, უბრალოდ ისეთი პერსონაჟი არავინ არ იცის ვინ არის, მაგრამ უხეშად ერევა ნებისმიერ რაღაცაში, რაც არ მოსწონს აკრიტიკებს, თავის თავსაც აკრიტიკებს, მწერლებს აკრიტიკებს, რაღაცებს სული ის მოკლედ მაიმუნობს და კარგი პერსონაჟი, ამას ახლა ვერ დავახასიათებ, იმიტომ რომ არაფერი ისეთი თვისება არ აქვს, უბრალოდ მე მგონია რომ კარგი პერსონაჟია. ხო, წიგნში არაფერი ღრმა აზრი არ დგას, ნუ ეცდებით მოზებნას, იმიტომ რომ რთული არის ესეთ წიგნში ღრმა აზრი იყო, ვინც იპოვეს შეუძლია შემეხმიანოს და თავაჯილდოვებ. რაღაც ფორმით ფულადი ჯილდო ექნება და მეც გამიხარდება თუ იპოვით ღრმა აზრს. და ასევე არ გავცადე ესეთ შეხედულება, რომ მე ამ ბაქი ვუქობ, რომ აი ამდენი წიგნი მაქვს დაკითხული, სინამდვილეში ამდენი წიგნი არ მაქვს დაკითხული. და ნუ შეგეშინდებათ ეს რო ყოფილიყო კულინარიული ჯოჯოხეთი იქნებოდა მეორე საჭმელი, მაგრამ არის ლიტერატურული და ამიტომ არის წიგნებზე. ხო, და რა არის ეს თავარი აზრი ძირითადი არა, ღრმა აზრი არ არის, მაგრამ თავარი აზრი არის ის, რომ ვებრძვით ლიტერატურულ კლიშეებს. აი მაგალითად ოთახში ამფებულ სიჩუმეს საათის ციკ-ციკი არ ღვევდა. ნებისმიერ წიგნში, სადაც ოთახში ამეფდება სიჩუმე, მაშინო ირთვება საათი და ციკ-ციკებს. ამ წიგნში არ იქნება საათი, რომელიც ციკ-ციკებს. ისევე როგორც ისე ბნელ და თვალთან თითს ვერ მიიტანდი, მარტივ მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ტყუილი, თუ დავხუჭავთ თვალს და მივიტანთ თითს მასთან, ამიტომ ამასაც ვერ ნახავთ წიგნში, ამასთან ბრძოლა. არის ასევე ესეთი შეხედულება, თუ სახარებას ციტირებს წიგნში, მაშინ ეს წიგნი არის გენიალური, თუ ეპიგრაფად გაქვს, მაშინ საერთოდ შედევრი არის, მაგრამ ამასაც ერთგვარად პაროდირებს და თავშად ბრძნული ფრაზა, რომელსაც თუ ჩემი მეზობელი გოჩა იტყო და იქნებოდა დებილობა, მაგრამ თუ ამბობს კონფუცი, რომ ცხოვრება ომია, მაშინ ეს არის სიბრძნე და თუ სიბრძნე არის წიგნში, ესე იგი ეს წიგნიც კარგია. ხო, არის მარტო ლიტერატურული კლიშეები არ არის, არის ჰოლივუდური კლიშეებიც, იმიტომ რომ ლუსი ფილმებსაც უყურებს, კითხვა არ უყარს. აი მე ხა ვერ გეტყვით რომელი კლიშეებია, მაგრამ ერთი კლიშე მიყვარს ყველაზე მეტად ეგრეთ წოდებულ ბლოკბასტერებში, როდესაც ფეთქდება მთელი სამყარო, ინგრევა 40,000 სახლი, 20,000 კაცი კვდება, 10,000 მანქანა იმსხვრევა და მაინც ბედნიერებიათ, იმიტომ რომ თავარი გმირი და მისი ორი ნათესავი უკეთეს შემთხვევაში გადარჩა. ესეთი კლიშეების წინააღმდეგ არის ასევე ეს წიგნი. ხო, აქ რას ვერ ნახავთ წიგნში? პირველ რიგში ვერ ნახავთ ბუნების აღწერას. პირდებით არანაირად შეხედა წიგნის ბუნებასთან არ აქვს. ერთადერთი მაიდენტიფიცირებელი ბუნების სიტყვა არის მინდორი, რომელიც წიგნის დაკაბადონებისას აი გვერდზე უჩნდება ხოლმე. ჩვენ მინდორს ვეძახდი მაგას, არ ვიცი ახლა რა ქვია, ალბათ ეხაც მინდორი ქვია. ხო, ასევე ვერ ნახავთ ადამიანის გარეგნობის ისეთ დეტალებს, აი დავუშვათ ქუნთრუშისგან დარჩენილი ნაწიბური კუჩის კუთხეში როქს, რაღაცა ვიხსნიან, ან წარსან არსებული სამი ბუსუსი, რომელიც მის იერს უფრო ცulis, ასეთებსაც ვერ ნახავთ. ვერ ნახავთ ტანსაცმლის აღწერილობას, აი ეს მანჟეტები, კოშკოშები, ფუშფუშები, რაღაც ღილკილო, საკინძე, რაღაცა უცნაური სიტყვები რო არის და მე სკოლიოებში რო წერია, რომ ეს ეცვა ადრე არისტოკრატს ვიღაცას, ამასაც ვერ ნახავთ და რას ნახავთ? მე მომწონს კი აი სკოლიოზე მაქვს გართულება რა.
სკოლიო ესეთი რაღაცა რომ აი წერალი გიყურეს ზემოდან მესენზე მეტი ვიცი და უხარია. ამის აი მაგალითისთვის დავუშვათ ავიღოთ ორი პერსონაჟი, ერთი არის ნეზნაიკა, ქართულად არ იცი აქ, მაგრამ ნეზნაიკა ჯობია და მეორე არის ჯონ სნოუ. ნეზნაიკა ყველამ იცით ალბათ რომ არაფერი არ იცის ნეზნაიკა, მაგრამ ჯონ სნოუ ვინ არის, ზოგმა არ იცის. აი მე რო ვთქვა ახლა რომ ჯონ სნოუ არის ერთ-ერთი სერიალის პერსონაჟი, რომელმაც არაფერი არ იცის, ვინც იცოდა რომ ჯონ სნოუ ვინ იყო, იმას ნერვები მოეშლება რომ აუხსენი რომ იმან იცოდა ჯონ სნოუ ვინ იყო, მაგრამ აუხსენი და ამიტომ მოეშლება ნერვები, მაგრამ რომ არ ამეხსნა ვინც არ იცოდა ჯონ სნოუ ვინ იყო და ვიღაცა რომ იღიმის ჯონ სნოუს, იმას მოეშლებოდა ნერვები რომ რატო იღიმის ის მე რო არ ვიცი ჯონ სნოუ. აი ეგ არის სკოლიო. ანუ თუ იცი გეშლება ნერვები რატო გიხსნის, თუ არ იცი გეშლება ნერვები რატო არ იცი და რატო არ გიხსნის. ამიტომ ჩვენთან სკოლიო იქნება განსხვავებული, ჩვენთან კი წიგნში სკოლიო იქნება განსხვავებული, უფრო სახალისო და ისე მოწოდებული რომ თავი არ იგრძნოთ რომ მე რაღაცას გასწავლეთ, იმიტომ რომ არ გასწავლეთ არაფერს. დავუშვათ ცნობილი ნაწარმოებებს ეწერენ, ცნობილი ნაწარმოები, მაგრამ გაუგებარია ხოლმე რატო ხდება სკოლიაში ცნობილი ნაწარმოები, თუ ახლა უცნობი წიგნი რატო ხდება, თუ ავტორი ამტკიცებს რომ ცნობილია. აი ესეც მიკვირს ხოლმე სხვათაშორის. ხო წიგნში ასევე იქნება დიალოგები, ოღონდ ესეთი არის, ეს უბრალოდ ილუსტრირებისთვის, მე ვერაფერი მოვიფიქრე, სწრაფად რომ დამეწერა, მარტივი ესეცერია. დიალოგები არის ისეთი რაღაცა წიგნში თუ არ არის ძალიან გიჭირს, იმიტომ რომ უყურებს აი ეს ერთი გვერდი, ორი გვერდი, მე გადაშლი ეძებ რომ სადმე ხო არ არის დეფისი. მე ემზადებ უკეთ გიხარია ერთი სული რომ დეფისი გამოჩნდეს, სათხარ ჩაეხუტო, შეიყვარ, მე ავტორს აკოს, იმიტომ დეფისი გამოჩნდა და აღმოჩნდა სადღაც ბოლოში წერია ან კარგი და მაგით თავდება დეფისები. ჩვენთან არის დეფისი კი არ ტირე. ძალიან ბევრი ტირი არის ამ წიგნში, ამიტომ ამ ხრივაც გამორჩეულია ხო ეს როგორც ელოდებიან ტირეს ბედნიერი კითხველები. არის ილუსტრაციები რომ თვალსწრაფი დაალევინოთ, იმიტომ რომ მაინც ცოტა ცუდი არის ხოლმე მარტო დიალოგების იყოს არ ჭირს. ან კარგი იქნება თუ სურათების იქნება, მაგალითად ეს ტავტოლოგია იყო, მაგალითად ესეთი არის ერთ-ერთი ილუსტრაცია, თორსა კაფკა იქ ჩავიდა ჯოჯოხეთში და გადაიქცა ხოჭოდ მეტამორფოზის შედეგად და დაარსა თავისი ერთკაციანი ბენდი ბიტლი და ერთ-ერთი ილუსტრაცია არის ეს. ამის მსგავსი ილუსტრაციები სხვები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში. ასევე არის შიფრები და ხლართები, ეს არნიშნავს რომ უფრო მაგარია ვიდრე ის, რომელიც მე ხარ მოვიყვანე მაგალითისთვის, უბრალოდ სხვა არ გამახსენა შიფრებზე და ხლართებზე და ეს მეტ დაძაბულობას და რაღაცას სენს წიგნს, რაღაცას მაგათ შეგიძლიათ იგულისხმოთ ნებისმიერი სიტყვა. ხო, და ერთი სანამ მორჩები, ერთი გავრცელდა ესეთი სოციალურ ქსელში, უბრალოდ Facebook-ში სოციალურ ქსელში ჩვენთან ეგ არის მარტო, გავრცელდა ეგეთი შეხედულება რომ თუ ყველაფერი წაკითხული არ გაქვს რაც ნახსენებია წიგნში, მაშინ ამ წიგნს ვერ გაიგებ. ეს შეხედულება არის მცდარი, იმიტომ რომ მე თვითონაც არ მაქვს რაც ამ წიგნშია ყველაფერი წაკითხული, არ დავასახელებ რომელი მივხვდებით ისედაც სულ მარკის არის და ჯეიმს ჯოისი ახატია. მე ერთად დამიფაროს ეგ წავიკითხო, მოკლედ წიგნში არის, მაგრამ პრობლემა არ არის, ისედაც გაიგებთ თუ ჯეიმს ჯოისის წაკითხული არ გაქვთ. ხო, ბოდიში შევა რაღაცა გამორჩა და მღერავდი. ისე ვიცი კიდევ ერთ ბოდიშს. ეხლა რაც შეეხება შემდეგი ნაწილი არის ხოლმე პრეზენტაციებზე, როდესაც ერთადერთი შეკითხვა ისმის ხოლმე, შეკითხვები ხომ არ გაქვს და ეს შეკითხვა რჩება უპასუხოდ, უბრალოდ უშეკითხოთ. ამიტომ მე ავტორი თulis რომ ამომწურავად ისაუბრებს და თავს იმშვიდებს ეს რომ ამომწურავად ისაუბრა, რაც რეალურად ესე არ არის. და კითხველებსაც კითხვას კი არ დამსწრებს, გონიათ რომ ავტორი ამომწურავად ისაუბრა, რაც ასე არ არის. და ესე რო არ მოხდეს, მე შემოგთავაზებთ რამდენიმე შეკითხვას, რომელიც შეგიძლიათ მე დამისვათ. ოღონდ ვითომ არ მინახავს მე. ზან მოწას ეს შეკითხვა. აი ამას ვერ გაპატეთ, ამას ვერ გაპატეთ დამისვათ. ხო, ეს გზები ისტორია ეს არ დამისვათ, ან პირველი ორიდან არის არჩევანი. და რამეს ხომ არ დავამატებდი არაფერს, უბრალოდ გეტყვით მადლობას თუ გამოჩნდა აი აქ. Thank you very much. მადლობა, იმედია 11 წუთში ჩავეტი, შეიძლება ერთ ჩავეტი, არ ვიცი არ დამინიშნავს, მაგრამ ჩვენ ახლა გვექნება გათამაშება. ხო, თუ შეკითხები გაქვთ,
ან ვინმეს თუ აი ქორწილებს როგორც არის, ვინმეს თუ რამე უნდა ისეთი თქვას, რაც ხელს შეუშლის იმის პრეზენტაციას. შეგიძლიათ თქვა. ეხლა მომწონს, სანამ აკოცები მეთქვა. ჩვენ არა სანამ მაგასები. ეხლა მე ჩავთვალ მაშინ თუ შეკითხვები არ გაქვთ, იმიტომ რომ მომწონს ვისაუბრე როგორც შანსი. ესე მძე, აქვს. შეკითხვები ხომ არ გაქვთ? როგორი გასცელქი, მაგრამ მოზადად არ ყოფილა. სელქიც არ ვიყავ, მაგრამ მოხდება ესე პასი. ლუკა მოიგო მაისური, ვინც პირველ შეკითხვას დასვამდა, ის იგებდა მაისურს. ახალისა პირველი შეკითხვის დასმა ხოლმე პრეზენტაცია ესეთ ჩანაფიქრი იყო, ვის პირველი დასმა. მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს 3 მაისური, არა იმისთვის, ვის მეორე შეკითხვას დასმას. ეს უკვე სხვა ვარიანტში გვაქვს. უნდა მოხსნათ ეს რებუსი და დაასახელოთ ავტორი. ვინ თქვა? ბახო მოიგო ერთი წიგნი. ამის შემდეგ უნდა დაასახელოთ ავტორი. ილია ჭავჭავაძე არ არის. ეს არის ავტორი არ არის ილია ჭავჭავაძე. არა. ვიღაცამ თქვა. სორი, ეს არის ილია და აკაკი აღარ აქვს, ნატო ილია დადარჩა. მეორე წიგნის ავტორი გოგოლაძე ახლა ერეკლე გოგოლაძე. გოგოლაშვილი ადასტურებს გოგოლაძეს. და რედაქტორი გოგოლაძე ასევე.